მოგესალმებით ყველას. მე და დანიკო მივდივართ ახლა ბატონი აგერ არის. ვითომ მოწყენილია. თუმცა დილის მერე ტირის, რაც ადგამის მერე, ალბათ ასაკობრივი გვაქვს. ერთგვარი რა არის? მეხუტები, წავედით. ერთგვარი ასაკობრივი ისა გვაქვს. ეთყობა პერიოდი ახლა. ყველაფერზე ვწუწუნებთ, ტირი ვართ. იმიტომ რომ მივდივართ საქმეზე. ხო და რატო და მიტო. ხო და დილიდან ვართ წუწუნის ხასიათზე. ფაქტობრივად ეს დღები მთელი დღე არის წუწუნის ხასიათზე. რაც უნდა მოეფერო, მოესიყვარულო, აუხსნა, დაუხსნა. თვითონ თუ უნდა ტირილი, იტირებს და გაჩერდება. ოღონდ ტირილი როგორი? აფერისტული ტირილი. რაღაცა რა გულიანად დააცემინა. ეხლა არის დილის 9 საათი. და მე და დანიკო ესე ადრიანად მივდივართ ამანათის გამოსატანად, რომელიც გამოგვიგზავნეს ჯერ ამერიკიდან და მერე საქართველოდან. ანუ ჯერ ამერიკიდან საქართველოში გააგზავნეს, რადგან აქ არ იგზავნებოდა. და მერე გააგზავნეს და მერე საქართველოდან გამოაგზავნეს აქეთ. ამამანად დედა ამანათში არის ეველიკუნას წამლები და მაგ ისტორიას მერე მოგიყვებით. ეხლა ვიდრე ზურა სახშია, კი მართალია ძინავს, მაგრამ სახში არის და ევეკო არ იქნება მარტო. ევეკო კიდე რო წამომეყვანა, ძალიან დიდი ხანი მოუნდებოდი რა. და ვარჩი ესე ეტლით, მე და დანიკო წავიდეთ, გავიდეთ ომონიაზე, იქნებ ყველიც ვიყიდოთ, რომელიც ძალიან გვიყვარს. ქართველი ქალბატონი რო ამზადებს ქართულ ყველს. ხო და ეს წამლებიც ავიღოთ. და მე რომ მოვალ ბენტო ტორტი მაქვს. ასაწყობი. და პლუს ამას დღეს კვირა დღეა. ხო და გოგოები ორივე მოსამზადებელი მყავს, ხო არის სკოლა, ბაღი, დასაბანი, მოსაწესრიგებლები. ევეს დაუტოვე ხა 13 სადინო, რაც აქ მათემატიკა ისა დამახვედრებს გაკეთებულს და მე ენას ერთად ვიმეცადინებთ. ისეთი ამბები გვაქვს. ამინდი გვაქვს არაჩვეულებრივი. მოკლედ წავედით დანიკუნასთან ერთად. დანი! კუკუ! ზურგჩანთა უკეთიათა. ვერცის ამ ზურგჩანთი წესი არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა რომ ეკეთოს. იმედია გზაში დიდი ხანი არ დამაგვიანდება, იმიტომ რომ დღეს ტრანსპორტი უფრო იშვიათად დადის, რადგან კვირა დღეა. წიწილამ სათვალე სადღაც გადამალა და არ გვეუბნება სად გადამალა. და რომ მოbrუნდებით, მე ერთ ძირფესვიანად კარგად უნდა დავალაგო ამათი ნივთები და დავძებნო სათვალეები, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული სადმე სათამაშოებში შეიძლება აქ ჩადებული. ბატონო, პრინცესა არ არის? ვერ გავიგე. ბილეთი არა მაქვს? მაქვს დედიკო, როგორ არა, ბარად. ჩანთაში არ არის, ტელეფონში მაქვს, кейსი შიგნითა მაქვს დე. ტელეფონში მაქვს. აია. ავტობუსის არის, ხო? დანიელაო, თუ ლაპარაკობსო ქართულადო, ესე დაგვიწერეს და აი, ლაპარაკობს, როგორ არ ლაპარაკობს. ოღონდ ბერძნულადაც ლაპარაკობს. ეკლესიაში დედიკო ზარების ხმა. აღმოჩნდა რომ სინდაგმა გადაკეტილია და ჩამოვედით ახლა საპიოსთან, უბრალოდ აკროპოლისთან ვართ ახლოს. და მეტროში რა დედა. მე რა ჭორიკანა ხარ და მეტროში ჩავართ და ისე წავართ, არ გადაკეტილია, ლენტი აქვს გაკეთებული.
ხო და თუ გინდათ დაიცდითო თუ არა და წახვალთო და რო დაგვეცა და რამდენი ხანი მოგვიწევდა ღმერთს მაიცის. წავედით მეტროში. უკვე კალითიაში ვართ მე და დანიკო. ვიყიდეთ ყველი, გამოვიტანეთ ამანათი, ვნახეთ ქეთი, ხო? ყველაფერი ერთად მოვა. წამო წიწილა, წამო. წამო წიწილა. სახში ვართ უკვე და ზურამ დამირეკა გოგოებო, ნაყინიო მოგიტანეთო. მესამე საყინულეშია ჩემთვის. ხო და ჩვენთვის ზაფხული, ზამთარი არ არსებობს, ნაყინს ყველა სეზონზე ვჭამთ და გოგოებს ისე გაეხარდათ, ხა გავუხსნი და მიერთმევენ. ჩემი ფავორიტი არის სკანდალის ეს კარამელის ნაყინი გიჟდები. ისე მიყვარს ეველინაზე რო ვიყავი ორსულად, რამდენი მაქვს ნაჭამი, არ ვიცი, ღმერთმა იცის. თან ზამთრის პერიოდი იყო ეველინაზე რო ვიყავი ორსულად. მოკლედ გოგოები მიერთმევენ ახლა ნაყინს. ესეთ კიდე ყველი, რომელიც ვიყიდე ომონიაზე, ქართულ ქალბატონს რომ ჩამოაქვს პატადან. თითქმის არაფერი არ უკლია 2 კილოს და გადავიხადე 17 და 50. და რაც თავარია არის უგემრიელესი ყველი, აი მართლა ძალიან გემრიელი. წინა კვირაში ნარგო მოგვიტანა და სუსუ ცოტა გქონდა დარჩენილი და მეთქი ბარემი ქავარ და გამოვაყოლე ხელს. რატომაც არა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელად ჭამენ გოგოებიც და ჩვენც. გავჭერი მოკლედ ყველი და ეს ყველი გამოიყურება აი ესე და არის უგემრიელესი. მე პირადად მაგალითად საქართველოდან გამოგზავნილს და რამოდენიმე დღე ნამგზავრ ყველს მირჩევნია ეს საღი ახალი ამოყვანილი უგემრიელესი ყველი. ძალიან გემრიელია და ნადუღიც აქვს სასწაული. მართლა ძალიან გემრიელი. მე რომელსაც ნადუღი არ მიყვარს და არ ვგიჟდები. წავედი ახლა მივხვდე სახლის საქმეებს. ყველი საქმე მოგვარებულია, გარეცხილია, დავახურავ ახლა თავზე და შემდეგ მაცივარში. ეველიკუნა როდესაც დავტოვე დაუპარე რომ მათემატიკა დაეწერა და დაუწერია ქალბატონს აგერ ყველაფერი ჩაუწიკწიკებია კი მართალია ცოტა ბადი ფეხურად, მაგრამ არა უშავს. თავარია სწორად გააკეთოს კალიგრაფიას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და დანარჩენი დავალებებიც ყველაფერი აქვს გაკეთებული და როდესაც დავალებებს ასრულებს მაგიდაზე ესეთ სიტუაცია, იმიტომ რომ როგორც იცით ფანქრით წერენ და ფანქრით დაწერის შემდეგ მაგიდაზე როდესაც იყენებს საშლელს ხდება კატასტროფა. ეგ არაფერი. და ვინ ხარ შენ? კირია ხარ შენ? პორტოკალი. ყოჩახ, იბანავა ქალბატონმა. პორტოკალი. O tigris είναι εκεί. Όχι, πορτοκάλι. Ναι, το χρώμα είναι πορτοκαλί. Φέρει άρη βίσα, στάφυλλος φέρει. Κροκόδιλος, νίαγκι. ნიანგი, კარგი. ესე იგი შენ ახარ მასწავლებელი? შენ ახარ მასწავლებელი? ხო. ეხა ევეკოს ბანაობის ჯერი მოვიდა. არ იხსნება ეგ. რა არის? თეთრი და მოიმე შეგჭა. კიდე მოგცე? წავედი ახლა ევეკოს აბანაებს, შენ სხვა წიგნს მოგცემ. სრული ქაოსი გქონდა მისაღებში მოკლედ. დანიელა, ანუ ეველინა დანიელასთან გამისკდა გული მოლი. გოგო. ღმერთო ჩემო. ვერ არის ეს კარგად. ეველინა ხოლებს. ანუ ეველინა დანიელასთან შედარებით, ნუ არ ვიცი, ბავშვი საოცრება, რომელიც არ ურევდა, არ ანგრევდა, არ კიოდა, ნუ ქონდა თავისი ისინი ასაკობრივი მომენტები, მაგრამ
დანიელა არის, არ ვიცი, რა გითხრათ. წამებში შეუძლია თავდაყირა დააყენოს მთელი სახლი. ჰეი მოლი, როგორ ხარ? რატომ მიყურებ გაბრაზებული? მოკლედ, გოგოებს ძინავთ, გემრიელად, დრო და დრო ახველებს ევეკო. ჩვეულებრივი მომენტია. ერთ სიტყვით, ბოლო კრუპი რო ქონდა ეხა ევეკოს და იყო ძალიან ცუდად და გადაგვარჩინა ადრენალინის ამპულებმა, რომელსაც აქაც ძალიან ისე იშვიათად შოულობ. ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, არ მიყვარს არავის შეწუხება, ანუ მაქსიმალურად ვცდილობ მე თვითონ მოვაგვარო ყველაფერი, თუ შევძლებ ამის გაკეთებას, ანუ მაქსიმალურზე მეტ ვცდილობ, რომ აი არავინ არ შევაწუხო და რაღაცნაირად თითქოს ყველაფერ პასუხისმგებლობას რომ შენ თავზე იღებ, ხანდახან ასე გამომდის. ერთ სიტყვით, არ მიყვარს, როგორც თქვი, არავის შეწუხება. ხო და ამერიკაში ყავს ძალიან ბევრი ანუ ნაცნობები, უბრალოდ რომ ვიცნობთ არა, დედაჩემის და ქალები, რომლებთანაც საოცარი ურთიერთობა არაერთხელ ამაკ თქვა, დედაჩემს საოცარი სადაქალო ყავს. თუ საქართველოში, თუ საზღვარგარეთ, ანუ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ჩემი ნათესავებიც არიან, მაგრამ არავისთან არ მინდოდა, ანუ ესე კურსელებიც და კონკრეტულად არ მინდოდა არავისთან მიწერა, რომ აი ესა და ეს წამალი მჭირდება და თუ შეგიძლიათ გამომიგზავნეთ, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ რაც არ უნდა თანხაზე დამეწყო ლაპარაკი, მეტყოდნენ უარს თანხასთან დაკავშირებით და მე არ მინდოდა, რომ ვინმე ესე, ანუ არ გინდა, რომ დაავალდებულო. უხერხული მომენტია. დღეს ყველა შრომობს, ყველა წვალობს, ჰაერზე არავის არ მოდის ესე ფული, მით უმეტეს ემიგრანტს. ხო და პოსტი დავდე მე Facebook-ზე, რომ ანუ ამერიკაში ვინც იმყოფებით, ჩვენი ახლობლები, თქვენი დახმარება მჭირდება თქო და მჭირდება რაღაც კონკრეტული წამალი, თუ შეგიძლიათ რომ მიყიდოთ და თანხას ჩაგირცხოთ ანგარიშზე თქო და ეხლა რატო უნდა იყიდო ამერიკაში და რატო არ შეგიძლია სიტყვათ გამოიწერო, ანუ ამაზონზე ამერიკიდან რო იწერა არ ჩამოდის არც საქართველოში, არც ევროპის არც ერთ ქვეყანაში, ანუ მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებს შეუძლია რომ გამოიწეროს ამაზონიდან და მივიდეს სახლში. შესაბამისად მე აქედან ვერ ვიწერდი, ეს იყო პრობლემა. და მოკლედ მომწერეს მომწერა ისეთმა ადამიანმა, არის ჩემი ნათესავი, მეტირება გეფიცებთ. თან არის ჩემი კლასელი. ანუ ნათესავებიც ვართ, დედაჩემი და დედამისი ძალიან ხშირად ეხმაურებიან ერთმანეთს, მაგრამ მე და ეს ადამიანი, ანუ ისე რომ მოვიკითხავთ ერთმანეთს, ანუ ფლორიდაში რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ეს ბუნებრივი კატაკლიზმები რომ მოხდა და დაიტბორა და ტორნადო და მთელი ამბები რომ იყო, ანუ მაშინ მოვიკითხენ, ხო იცით როგორც არის, ანუ რომ წაახვალ საზღვარგარეთ და წლები ხარ წასული და ყველას თავთავისი საქმე აქვს, თავთავისი პრობლემები აქვს, ანუ იმდანად ხშირად არ ვკითხულობდით ერთმანეთს, ანუ ერთმანეთს ამბავს გებულობთ მშობლებისგან. იმიტომ რომ დედაჩემს და დედამისს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ის კი არ რომ ჩვენ აგვაქვს ცუდი ურთიერთობა, არა პირიქით. ანუ ყველასგან ველოდებოდი ნებისმიერი სხვა ადამიანისგან და ამ ადამიანისგან არ ველოდებოდი. და მომწერა რომ მაიკო სამიცალიო შეგიკვეთეო, საუბარი არის
შესასუნთქ ადრენალინზე. გამოიყურება ესე. და ამ რიცხვშიო ჩემთან სტუმრები არიანო საქართველოდანო და წაიღებენ საქართველოში და მიაწვდიან შენებს. ანუ მე დღეს ჩავარდი, ესე იგი გეფიცებით. იმიტომ კი არა რომ სხვა ვინმე არ იმიტომ კი არა რომ სხვა ვინმე არ გამომეხმაურებოდა და არ გამომეხმაურა, ანუ ძალიან ბევრი გამომეხმაურა, რაც ამ ადამიანმა შეიძინა ეს სწავლები და რამოდენიმემ გამომეხმაურა. მეც და დედაჩემს კიდე მისმა დაქალებმა და მეც მომწერეს 10 პოსტი არ დაწერო, როგორც კი ბავშვისთვის რამე დაგჭირდება, ეგრევე გვირეკავ ან გვწერ და გიგზავნით, არ არის პრობლემა, არ არის საჭირო ესე პოსტის დადება, მაგრამ რო გერიდება, ხო, ანუ ესე კონკრეტულად ვინმეს მიადგე, ცოტა სხვა მომენტია და მაგრამ ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამ ადამიანმა ესე გამოიჩინა ყურადღება და თან ხაზი გაუსვა, რომ ესო ანუ ესო არაფერი არ არისო რა, ანუ ბავშვს ეხებაო და თუ რამე სხვა შემიძლია კიდე გავაკეთო, უკან არ დავიხეო და თვითონაც 2 შვილის მამაა. და იცის, რას ნიშნავს შვილის ჯანმრთელობა, მაგრამ იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი შემეხმიანა და რო არ ველოდებოდი. ალბათ მაინც სისხლი და ხორციო რო იტყვიან დედაჩემის კვიდრი ბიძაშვილის შვილი არის. და მაინც სხვანაირად იყო ჩემთვის, სხვანაირი ემოციები მქონდა, რომ აი დედა მეთქი რომ დაურეკე დედაჩემს. აი ყველაზე ანუ არ ვიცი რატო არ ველოდებოდი, ალბათ ესე ყოველდღიური ურთიერთობა რო არა გვაქვს, თუ გინდ თვეში ერთხელ მოკითხვა ერთმანეთის, არ ვიცი, ალბათ ამის გამო არ ველოდებოდი, რომ ეს ადამიანი გამოიჩენდა ესე ინიციატივას და მე მისი, არ ვიცი, უზომოდ მადლიერი ვარ. შემდეგ კიდე ერთმა ჩემმა აქაურმა ნაცნობმა შეაწუხა, ანუ მე რო ამ ადამიანს წერდი, ჩემი აქაური ნაცნობი მის ახლობელს წერდა პარალელურად თურმე და იმასაც შეუკვეთია. ხო და ერთ სიტყვით ჩამოგვივიდა ესეთი ადრენალინი, შესასუნთქი. ღმერთმა ნუ დაგვაჭიროს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უკვე გამოვცადეთ, რომ დექსა არ მოქმედებს და პედიატრთან რო ვიყავი ახლა მისული, მე მაპატიეთ აცრემლება. მაგრამ რა ვიცი, ასე ემოციურად ვიღებ ყველაფერს, რა უქნაირა. თან შეშვილებს რო ეხება, შენ შვილებს ჯანმრთელობას რო ეხება და ალბათ თან ის მომენტიც არის, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირი ურთიერთობა არა გვაქვს, ალბათ ეს ნათესაური კავშირი ბავშვობიდან რაც გვაკავშირებს, იმდენად ძვირფასია, ჩემთვის მაგიტო მივიღე ეს ემოციურად. მე ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ საერთო კლასელთან იყო, ანუ საქართველოდან რო ჩავიდა საქართველოში, ამერიკიდან რო ჩაიტანეს საქართველოში წამალი, აღმოჩნდა, რომ იყო ჩვენი კლასელის სახლში და ჩემი მამიდაშვილი წაიღო ის წამოიღო იქედან ეს წამლები და მერე ჩემმა მამიდაშვილმა გამომიგზავნა საბერძნეთში. და ამ 7 მაიკონი უყვები ემოციებს. აი მე დედა ძალიან რთულია ხალხო, რთული. და რთულია.
ხო და პედიატრსაც დავეკითხე ხა რო ვიყავ მისული რომ მეთქი ნამეტანი ხო არ ვქენით რო დექსამ რო არის მოქმედა და თან პლუს ამას მაშინ მოიღო ეველინამ არ შეირგო ეს წამალი ადრენალინზე რო გადავერთეთ თქო და არაო რას ლაპარაკობო კარგად იმოქმედეთ ძალიანო და კარგია რომ არ გარისკეთ საავადმყოფოში წასვლაო იმიტომ რომ საავადმყოფო 2 წუთის სავალზე არ არის ერთ სიტყვით ახლა ვარ დამშვიდობლები გვაქვს წამალი იმედი არ დაგჭირდება, მაგრამ ის მაინც იცი რომ აი გააქვს და გულდამშვიდობელი ხარ. სხვადასხვა შერს კომენტარი დაიწერა ერთი რომ ანუ ბავშვის ჯანმრთელობას ეხებაო და ეტყობაო მაქაურიო ჰავაო არ კარგად არ მოქმედებსო და ვითომ რა გაკავებთო მანდო ფინანსები, ანუ ცუდად არ მიმიღია ეს კომენტარი, ანუ ცუდი მითი არც წამიკითხია, მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრი მომენტია, ანუ ძალიან ბევრი მომენტია, ესე ადგე და წახვიდე არ არის ადვილი. მე ვიცი ზურა, რა აზრზეა და რა ჭკუაზეა ზურას, ერთი ოთახი მაინც რო კონდეს საქართველოში. ჩვენი საკუთარი ამაზე გვაქვს საუბარი. ანუ თბილისში იმიტომ კი არა რომ თბილისია და იქ გვინდა, უბრალოდ თბილისში უფრო მეტი გასაქანია რომ ადამიანმა რაღაც სამსახური ნახო, იმუშაო, ოჯახი შეინახო, ამ ხრივ, თორე ჩემი დასავლეთი თლად მირჩევნია ყველაფერს. ხო და ერთი ოთახი მაინც რო გქონდეს ზურა, აქ ერთი წამი არ არის გამჩერებელი, ეგრევე წამოვიდოდა საქართველოში. მერე მეორე გაკავებს არაერთხელ მითქვია ის ფაქტორიც, რომ დაზღვევის მხრივ წამლები მიდიხარ, აი ელემენტარული აიღეთ ეხა მე რო თავზე გადავიკეთე ღმერთო ჩემო, გადამწვარი ვარ და თან ეხა ძალიან ემოციურად რომ ეს რომ მიჭირავს ხელში და რომ ახსენდება ისინი ავყევი ემოციებს. რომ ახსენდება ეხა რომ მე რო თავის ტკივილები მქონდა ხო გახსოვთ და რომ წავედი და ეს MRT რომ გავიკეთე კონტრასტული ანუ გადასხმა რომ მედგა და ისე რომ გამიკეთეს MRT ანუ მე მაგაში ერთი თეთრი არ გადამიხდია ხალხო სახელმწიფო დაზღვევით ანუ მე არაფერი ისეთ დაზღვევა არა მაქვს რა მაგ სახელმწიფო დაზღვევა ერთი თეთრი არ გადამიხდია. საქართველოში რა ეღირება? არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს. MRT ჩვეულებრივი არა, კონტრასტით ოღონდ. ანუ ამ ყველაფერ მომენტებსაც რო უყურებთ ხო, აი ესეც გხევს უკან, მაგალითად გამოუწერეს ეველინას წამლები, მე არ ვიხდი სრულ თანხას, მე მიფინანსებს სახელმწიფო. გამოუწერეს ანალიზები, მიფინანსებს სახელმწიფო. კი ვხვდებით რომ ანუ ჰავაშიცაა საქმე და ჰავა აქვს შესაძლებელი და შობელმა ყველაფერი უნდა გააკეთო შენი შვილისთვის, მაგრამ ესე ადგე ერთი ხელის მოსმით წახვიდე ბევრი, ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. ხო და ბევრ რაღაცას განვიხილავთ ოჯახში, ანუ გვაქვს რაღაც ფიქრები და ნახოთ, საბოლოოდ რას გადავწყვიტავთ, ჯერ არ ვიტყვი არაფერს. ხო და ერთი სიტყვით ესე გამოიარა ამდენი 1000 კილომეტრი ამ წამლებმა, სხვადასხვა 3 კოლოფი იყიდა, 3 კოლოფი. და ერთი თეთრი არ გადამარიცხინა, რო უთხარი, სად მოგირიცხო თანხა მეთქი და არა, რას ლაპარაკობ, რა თანხა უნდა გადმომირიცხო, არ გაგიშტიო. ხო და უხერხულში ვარ. ძალიან. არ მიყვარს ესეთ რაღაცები, იმიტომ რომ არავის არ აყრია ესე ფულები თავზე და არავის არ მოდის ადვილად. მაგრამ ის წერილები რაც მომწერა იმ მომენტში ჩემთვის იყო, აი არ ვიცი. ესეთი ამბებია.
ბავშვებისთვის თუ რამე იქნება საჭირო არ მოგერიდოს 1 წუთითო კიდე თუ რამე შემიძლია და ეს რამხელა იმედია რა თქმა უნდა ეხლა მე კიდე მომერიდება მისი შეწუხება და შეიძლება არც შევაწუხო და სხვა გზას მივმართო და სხვა გამოსავალი ვნახო, მაგრამ მაინც რომ ამხელა იმედია ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ესეთი ამბები, მოლი, ვანეტ აიშენ, ბებიაჩემი იტყოდა ვანეტ აიშენ და ისე გეტყვი ხა მოლი, ვანეტ აიშენ. აგებრიელად გძინავს. წავალ ახლა გადავივლებ წყალს. სურას რომელი საათია? ალბათ. ჯერ არ მოვაზურა. 11 საათია ახლა. მოვა სადღაც პირველის ნახევარს. გადავივლებ წყალს, მოვწესრიგდები და მე ტანსაცმელი მაქვს დასაკეთsi. ამასაც მოვილებ ხვალ მაქვს ჩიზკეიქის ფენა გასაკეთებელი. და ზეგ მერე გამოვაცხობ და მაზეგ წაიღებენ და მერე კიდე ერთი ჩიზკეიქის შეკვეთა მაქვს. თან მუშაობ. Αυτά. წავედი ახლა. კოცნით გეფერებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.